სინდისის პატიმრების საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი კიდევ ერთხელ იკითხება ამჯერად 8 პირის ერთობლივ საქმეზე. ის ჯგუფური ძალადობის მუხლით დაპატიმრებული დემონსტრანტების მთავარი გამომძიებელი იყო. ვერც დღეს ის ხელს კონკრეტულ დამნაშავეებს ვერ ადებს და ვერ ამტკიცებს რომელიმე მაინც დააზიანა თუ არა კონკრეტული პოლიციელი. ისევე როგორც მთავარმა გამომძიებელმა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის მამტკიცებელი გარემოებებიც ვერ დაასახელა. ლიზი ვეკუა უსმენს დილიდან მოწმის დაკითხვის პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოგუყვება მეტ დეტალს სხდომის შესახებ, სხდომაზე დასმული შეკითხვების და მოწმის მხრიდან გაცემული პასუხების შესახებ. Დიახ, მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომა, სადაც იკითხება მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი, რომელიც ფიგურირებს როგორც 8 პირის, ასევე 11 პირის საქმეშიც, ჯგუფური ძალადობის საქმეშიც და ახლა ამ წუთებში არსენ ხუნაშვილს უსვამს კითხვებს ინსაფალიების ადვოკატი. აქამდე კითხვები დაუსვეს სხვა ბრალდებულის ადვოკატებმაც, მაგალითად არჩილ ჭავჭანიძე, მოიფხია კასრაძის ადვოკატმა, გაიხსენა ის გარემოებები და ის ვიდეო რომლის საფუძველზეც ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ეს ვიდეო ეხებოდა რუსთაველის გამზირზე გადაღებულ კადრებს, სადაც ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი საუბრობენ მიმდინარე მოვლენებზე. ეს როგორც არსენ ხუნაშვილი ამბობს, ეს ვიდეო მტკიცებულება მან მოიპოვა TV იმედის Facebook გვერდიდან და ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ვეფხია კასრაძე აკეთებს მოწოდებებს, სადაც აპირებს, რომ დააზიანოს როგორც პარლამენტის შენობა მიმდინარე ტერიტორია, ასევე კახი-კალაძის ოჯახი და კახი-კალაძის ქონება. მთავარი კითხვა არჩილ ჭავჭანიძესა და ვეფხია კასრაძის მხრიდან იყო ის თუ ჩაუტარდა თუ არა ამ ვიდეოს ხმის ექსპერტიზა და დადგინდა თუ არა, რომ ეს ვიდეო არის ავთენტური, რაზეც მოწმის პასუხი იყო, რომ ხმის ექსპერტიზა ამ დრომდე ჯერჯერობით არ ჩატარებულა და ვერ მოესწრო. რაც შეეხება სხვა ბრალდებულების ადვოკატების შეკითხვებს, ასევე კითხვები დასვა გუჯა ავსაჯანიშვილმაც, რომელიც იცავს ნიკოლოზ ჯავახიშვილს და მისი კითხვები უმეტესწილად ეხებოდა პიროტექნიკის ტრაექტორიის სროლას, რადგან ნიკოლოზ ჯავახიშვილს სწორედ პიროტექნიკის სროლას ედავებიან პოლიციელის მიმართულებით. გუჯა ავსაჯანიშვილის შეკითხვები ეხებოდა ჩანს თუ არა ვიდეოში, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის გასროლილი პიროტექნიკა რომელიმე პოლიციელს ხვდება, თუმცა მოწმე ვერ ადასტურებს ამას და ამბობს, რომ შეიძლება პოლიციელი ჰაერიდანაც კი დაზიანდეს. ერთი პიროვნება მაინც თუ იძახის გამოკითხვის ოქმებში, რომ ამ ლოკაციაზე ვიდექი და საფრთხე შემექმნაო. მოწმეები, ვინაიდან აღნიშნული პოლიციელები საკმაოდ მოშორებით იდგნენ, საიდანაც ხორციელდებოდა სროლა, ვინაიდან იყო სიბნელე და წარმოუდგენელი იყო დაენახათ, ვისი გამოსროლილი პიროტექნიკა მოხვდათ, პირდაპირ ვერ მიუთითებენ. შეამოწმეთ თუ არა დრო, რომელიც ჩანს ვიდეოში ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ. არა, დრო არ შემიმოწმებია. კატეგორიულად შეგიძლია თქვათ, რომ ეს გასროლა ჰაერში არ არის და პოლიციელს ხვდება? წინააღმდეგ შემთხვევაში წინ დგომს, დააზიანებს და ისე ისვრის, რომ დააზიანოს პოლიციელი. პოლიციელი ამ სიმაღლეზე იყო? თქვენ ამბობთ, რომ ჰაერში გასროლილი ფაიერვერკი რკალს აკეთებს და ვარდება. გაკეთებული გაქვთ ამ ფაიერვერკის ამოღება? არა. ვეფხია კასრაძე ვიდეოში ჩანს თანხლებ ორ პირთან ერთად. ჩანს აქციის მონაწილეები, ეს არის აქციის მიმდინარეობა, სადაც იგეგმება, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მერე ამბობენ, რომ 200 კაცით უნდა დახვდნენ. ქმედება, სად არის ქმედება? იგეგმება. რატომ არ დაელოდეთ? რას უნდა დაველოდოთ? დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც არსენ ხუნაშვილის პასუხი იყო ჩვეული, რომ ეს მისი პრეროგატივა და მისი გამოძიების სფერო არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება ახლა სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომა. სავარაუდოდ დღეს 6 საათამდე გასტანს არსენ ხუნაშვილის დაკითხვა და ეს იქნება ბრალდების მხარის ბოლო მოწმე, შემდეგ პროცესზე უნდა დაიწყოს უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღევანდელ სხდომაზე შეუსრულდათ სწორედ 8 თვე პატიმრობაში სინდისის პატიმრებს და სასამართლოს 1 თვე დარჩება, მანამ სანამ მათის წინასწარი პატიმრობაც ამოიწურება.